გგონიათ, რომ ადვოკატი მხოლოდ სასამართლო დარბაზში ლამაზი სიტყვების სათქმელად და პათეტიკური გამოსვლებისთვის გჭირდებათ? მაშინ ძალიან ცდებით. მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და გაჩვენებთ, რა არის ადვოკატის ნამდვილი უხილავი ძალა. ხო, მართლა, თუ ასე ფიქრობთ, დროა ეს წარმოდგენა შევცვალოთ. ამ მიმოხილვაში ჩვენ ერთად დავამსხვრევთ ამ მითს. იცით, პროფესიონალური ადვოკატი არ არის უბრალოდ ვიღაც ორატორი, ის არის ერთადერთი ლეგალური ინსაიდერი. დიახ, ერთადერთი ადამიანი, რომლის წინაშეც სისტემის მძიმე რკინის კარები იხსნება. მოდით პირდაპირ იურიდიულ წყაროებს ჩავხედოთ და ვნახოთ, რეალურად რა ძალაუფლებას ფლობს ის. ნაწილი პირველი. ორდერი, სისტემის მთავარი გასაღები და სისტემის განბლოკვა. ერთი შეხედვით, ეს პროცესი შეიძლება ძალიან მარტივად, რუტინულადაც კი გამოიყურებოდეს, მაგრამ ენდე ჩემს სიტყვას კოლოსალურ ძალას ატარებს. აი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44 მუხლი რომ ავიღოთ. საქმეში ჩასართავად ადვოკატს სჭირდება მხოლოდ ორი რამ: პირადობის მოწმობა და ეგრეთ წოდებული ორდერი. ხომ გესმით, ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, უბრალო ფურცელი, რეალურად არის მართლმსაჯულების სისტემის მთავარი, უნივერსალური გასაღები. და სწორედ ამ გასაღების წყალობით ჩვენ გვაქვს ტოტალური წვდომა, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. კოდექსი გვაძლევს უფლებას თავიდან ბოლომდე გავეცნოთ საქმის ყველა მასალას, მათ შორის ყურადღება მიაქციეთ ისეთ საიდუმლო ოქმებსა და მტკიცებულებებს, რომლებსაც რიგით მოქალაქეს არასდროს არანაირ ვითარებაში არ აჩვენებენ. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი მტკიცებულების ასლი და რაც ყველაზე მაგარია, შეგვიძლია სასამართლოს მეშვეობით გამოვითხოვოთ და გადავარჩინოთ ისეთი ვიდეო ჩანაწერები თუ დოკუმენტები, რომელთა გაქრობასაც ან განადგურებასაც მეორე მხარე გეგმავს. კანონი პირდაპირ გვაძლევს დაცვის ყველა კანონიერი საშუალების გამოყენების ძალას. გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. შეუზღუდავი წვდომა დახურულ სივრცეებში, ანუ როგორ ვახცევთ რკინის კარების მიღმა. უბრალოდ დააკვირდით ამ კონტრასტს. იზოლატორის შინაგანა წესის მერვე მუხლი და საპროცესო კოდექსის სრულიად სხვა რეალობას ქმნის ადვოკატისთვის. წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივ მოქალაქეს შეხვედრისთვის სჭირდება წინასწარი ნებართვა. დრო სასტიკად შეზღუდულია და კომუნიკაცია, ყველაფერი მკაცრად კონტროლდება. მაგრამ როცა საქმე ადვოკატს ეხება, ის არის ერთადერთი, ვისაც აქვს უფლება შევიდეს იზოლატორში, ან პირდაპირ ციხეში, შეხვდეს კლიენტს პირისპირ, ყოველგვარი დროითი შეზღუდვის გარეშე და რაც ყველაზე მთავარია, აბსოლუტურად ჩარევის გარეშე. ვერავინ მოგისმენთ, ეგ გამორიცხულია. უმთავრესი საკითხი აქ ძალთა ბალანსია. იცით, დაკავების მომენტში ერთი ადამიანის წინააღმდეგ მოქმედებს მთელი სახელმწიფო აპარატი, უზარმაზარი მანქანა. და ამ უთანასწორო ბრძოლაში სწორედ ადვოკატია ის უხილავი ძალა, რომელიც ათანაბრებს შანსებს. შეხვედრისას ციხის ადმინისტრაციას შეუძლია მხოლოდ შორიდან ვიზუალურად დაგვაკვირდეს უსაფრთხოებისთვის, მაგრამ მათ კატეგორიულად ეკრძალებათ საუბრის